მოგესალმებით საქართველოდან, მე თამია ვარ და მინდა გაგაცნოთ საინტერესო ადამიანების განვლილი პროფესიული გზა. ამიტომ წამომყევით და ერთად გავიგოთ პოეტის და მწერლის გიორგი კეკელიძის პროფესიული გზა. მე ვარ გიორგი კეკელიძე, პოეტი, მწერალი და კიდევ რამდენიმე რაღაც. დავიბადე ოზურგეთში 1984 წლის 10 აპრილს. და დღეს ვარ სტუმრად გადაცემაში თამიასთან და ვეცდები სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც მოგიყვეთ ჩემი ისტორია. გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩემთან ერთად და ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. მადლობა პირიქით ინტერესისთვის. მოდი ვისაუბროთ დღეს პროფესიაზე და პროფესიის როლზე ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში. შენს დროს როგორ ირჩევდნენ პროფესიას? საქმე ის არის, რომ ჩემს შემთხვევაში რაღაცნაირად პოზიტიური იძულება აღმოჩნდა გადამწყვეტი, იმიტომ რომ პირველი რაც გააკეთეს, რომ დავიბადე ჭიპი რომ მომაჭრეს, დედა ჩემმა წაიღო და უნივერსიტეტში ფილოლოგიის კათედრის მერხის ქვეშ შეაგდო ეს ერთი. ესეთი ბრუტალური აქტი განხორციელდა, რომელიც მე ლეგენდად მესმოდა. მეორე იყო ეგ, რომ რეალურად ოჯახი სადაც ვიზრდებოდი, დიდწილად იყო რაღაცნაირად პოეზიის მოყვარული, იმ ჩემზე ამბობდნენ, რომ მე თითქოს 3 წლის ასაკში გამოვთქვი ლექსი. რაღაცნაირად თქვათ, აი ამ ალყამ საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო ნამდვილად და ამიტომ ვართ ჩვენ ახლა აქ. როგორ ფიქრობ, პროფესია რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე? ცირა ცნობიერების ჩამოყალიბებაში ბუნებრივია პროფესიას განსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შენი როგორც ცოცხალი არსების ძალიან დიდ და კონცენტრირებულ დროს იკავებს, ხო? გარკვეულწილად და მე შეიძლება რომ ასეც ყალიბდები როგორადაც ნაწილობრივი პოეზია ჩემ შემთხვევაში ან ლიტერატურა, მაგრამ ზოგადად პროფესია კარნახობს, იმიტომ რომ ზოგადად პროფესია აყალიბებს როგორც პიროვნებას, ანუ ცალკეულად რამდენად მოქმედებს. სრულად ალბათ არა, მაგრამ ნაწილობრივ და მე იქნები თამამი და ვიტყვი დიდწილად პროფესია განსაზღვრავს იმას, რა მიმართება გაქვს შენ სამყაროსთან. ჩემი მიმართება სამყაროსთან მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეულწილად გადავწყვიტე, რომ სტერეოტიპები დამემსხვრია და მაგალითად ყოფილიყავი მენეჯერი, ჩავთვლიყავი მარკეტინგში, PR-ში, მართვაში, რომელიც როგორც წესი არ მიიჩნეოდა პოეტის საქმედ და თუ თქვათ, გაიგებდნენ, რომ ეგეთი ამბავი შეიძლება მოხდეს, ფიქრობდნენ, რომ რომელიღაცას რუპოსოვნად ვერ იზამთ. ჩემი გამოწვევა ეგ იყო, მაგრამ რეალურად მაინც ჩემი გონება, ეხლა როდესაც აი აქეთ-იქით ვიყურები, დიდწილად არის გარკვეულწილად მძევალი იმ გამოცდილების, რომელიც მე წიგნებთან ურთიერთობა მომიტანა. და მათ შორის მხატვრულ ლიტერატურას გულისხმობ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას უყურებ აქ, მას აქვს ერთგვარი, ვთქვათ, მოცემულობა, რომელსაც ერთად აღვიქვამთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მას ემატება რაღაც ფრაზა, რომელიც შეიძლება რომელიმე ცხენზე გამახსენდეს. ბიოლოგიის ან ზოოლოგიის შემთხვევაში უბრალოდ დაემატება სხვა რამ. თქვათ, ფერმერის შემთხვევაში დაემატება სხვა რამ. ჩვენ ყველანი შევხედავთ აი იმ ცხენს ეგეთ და ძაღლს, მაგრამ ყველანი ამ ცხენზე ვიფიქრებთ სხვანაირად. და ქარმა წაგვიღო. მივყავართ. ეგ არაფერი. ხშირად ადამიანები ერთდროულად არიან განსხვავებულად სხვადასხვა დარგში. როგორ ფიქრობ? მსგავს შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანი იყოს პროფესიონალი? გააჩნია ბუნებრივია იმას, რამდენად მზად ხარ შრომისთვის. შრომის გარეშე არც ერთ სფეროში არაფრის მიღწევა არ შეიძლება. ეს ბანალური, ტრივიალური ტრუიზმია. მაგრამ რეალურად ბუნებრივია მან ბეწვის ხიდია გასავლელი და ბალანსი არის განსაზღვრელი, იმიტომ რომ ძალიან ყველაფერს რომ მოედო ჩვენში რომ იძახიან ყველაფერში კი და ხშირი არის ასეთი შემთხვევა, რომ შეიძლება ფეხი წამოკრა და დიდწილად წამოკრა ალბათ, მაგრამ რეალურად მომიჯნავე სფეროებში თუ თქვათ შენ დამატებით უნარში ამჩნევ საკუთარ თავს, ძალიან იოლად შეგიძლია რომ მოსინჯო ძალები, იმიტომ რომ რეალურად მე ვფიქრობ რომ მე ვცადე და როგორც სახელმწიფო სამსახურში, ესე კერძო ორგანიზაციებში გარკვეულწილად გამომივიდა.
შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა ამბიციური ლაპარაკი იყოს ეგ, მაგრამ ფიქრობ რომ გამოგევიდა როგორ უნდა აქციო სამყარო საინტერესოდ იცი აი პროფესიულ ჭრილში აი ამას მაინტერესებს ქმედება მე მაინც მგონია და ეგრე ჩამოვყალიბდი რომ მოქმედება არის განსაზღვრელი პროფესიული თვალსაზრისით შენ უნდა იმოძრაო როდესაც მოძრაობ რეალურად ეს მოძრაობა თავის მხრივ გულისხმობს მარცხებს გარდაუვალი ამბავია სრულიად ბანალური მაგრამ ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანი არის ეგ რომ შენ შეგიძლია რომ ეს მარცხები გადაადნო გამარჯვებად ეს არის ადამიანის მთავარი გამოწვევა და ეს არის მთავარი ძალაც რომ მას შეუძლია ფერისცვალება თუ ჩვენ ფერისცვალების უნარს კარგავთ შესაბამისად კარგავთ კითხვის დასმის უნარს და ასე შემდეგ ჩვენ წყვეტ განვითარებას ხო მარტივი რამეა მაგრამ რეალურად თავის მხრივ ბუნებრივია ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ წინააღმდეგობებს გულისხმობს წინააღმდეგობების გარეშე ლიტერატურისთვისაც პერსონაჟი არის უინტერესო ხო აი მაგალითად როგორ მთავრდება ქართული ხალხური ზღაპრები და სხვა ზღაპრები სხვა შორის ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად ვის რა შეაინტერესებს აღარ გრძელდება იქ ამბავი ცხოვრობ ვიღაც რო დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა წინააღმდეგობების ჯერთის ალბათ არც არსებობს ეგეთი მოცემულობა რომ ვინმე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეს მაგრამ დაუშვათ ლიტერატურისთვის არის უკიდურესად უინტერესო თუ ამბავი არ ხდება თუ წინააღმდეგობა არ ხდება თუ მარცხი არ არის მათ შორის პროფესიაშიც ხომ ის ამბავი არის უინტერესო სრულიად იმიტომ რომ სტერილური ხდები და სტერილურ ადამიანზე უფრო საშინელი და მომაბეზრებელი ჩემთვის არაფერი არ არის როგორ ფიქრობ ცნობადობა განსაზღვრავს პროფესიონალიზმს ყველაფერი არის ინდივიდუალური ჩვენთან შეიძლება ნაწილობრივ მსოფლიოშიც მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით ადამიანების შეფასების დროს ახასიათებთ და შეიძლება ასე მშვიდად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ მათი აზრით რაღაც საკუთარ ადგილს მიუჩენენ ვიღაც რადიკალიზმი და ფიქრობენ რომ ის რაც შეიძლება პოპულარულია ხარისხიანი არ იყოს. რიგ შემთხვევაში ეგ ეგრეა, რიგ შემთხვევაში არა. ყველაფერი არის უკიდურესად ინდივიდუალური. იმიტომ რომ პირიქით ამბებიც ძალიან ბევრია. შეიძლება რაღაცა ძალიან არაპოპულარული იყოს, მაგრამ კარგი იყოს და დიდწილად რაც ძალიან არაპოპულარულია, არაფრად არ ვარ. ამიტომ რეალურად ეგ რადიკალიზმიც, ეგოსგან ნაკარნახია, იმიტომ რომ ვიღაცას ნერვები ეშლება, ვიღაც არის ცნობილი, აბა რა უქნათ ახლა ცნობილი, მაშინ ის არ რაღაცა ლექს არ წერს კარგს შეიძლება. რაღაც ბოდვები რა, ჩვეულებრივი, როგორც ახასიათებთ სამწუხაროდ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ გადალახეს მთავარი ამბავი. ეგ არის შური. ხო და ამის მიღმა, რა თქმა უნდა, კი, თუ რაღაცა არის პოპულარული, ეს იმთავითვე არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია. ეგ არის მოგონილი არაპოპულარული ხალხის. დღევანდელ ჩემს გარეგნობაზე იზრუნა პროფესიონალების გუნდმა, სილამაზის სალონმა Art House-მა. რა იყო შენი პირველი სამსახური? მოგვიყევი ამაზე. ძალიან საინტერესო ამბები იყო, იმიტომ რომ როდესაც სტუდენტები ვიყავით, არ გვაკლდა რა, მაშინაც ამბიცია და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეფუძნებინა ლიტერატურული ჟურნალი, მე და ჩემო მეგობარმა ზალჩხეიძე. თავიდან ჟურნალად იყო ჩაფიქრებული, მე გაზეთის, ვთქვათ, გამოშვება გადავწყვიტეთ შესაძლებლობის მიხედვით და ერქვა ამ გაზეთს ლილ. კონძული ფრანგულად და ყავდა ვითომ რედაქტორი მთავარი, რომელიც არ არსებობდა, რაფაელო მიურა და ემს ფული ხომ უნდა გვეშოვა გამოსაცემი. და ვცდილობდით, რომ ბევრგან გვემუშავა. ქართულ ენას, ლიტერატურას, ინგლისურს და მართლწერას ვასწავლით პატიმრებს. და მახსოვს, რომ მივდიოდით სამარშრუტო ტაქსით რუსთავამდე და რუსთავიდან მერე საჯერახსოვრების დაწესებულებამდე ფეხით. და რამდენიმე ათეული პატიმარი გადმოდიოდა ხოლმე აქეთ ადმინისტრაციის შენობაში, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო ამბავი იყო, საკუთრივ ესწავლებაც ერთი მხრივ ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაგანაც ნაწილთან მეგობრობ და მეორე მხრივ мотиваცია, რომ შენ რო აქედან ხელფას აიღებ
მახსოვს რაღაც ფონდი აფინანსებდა ამას და 400 ლარი ჰქონდა ხელფასი. შენ გააკეთებ იმ საქმეს, რომელზეც ოცნებობ. ანუ მთავარ ამბავს შენ ცხოვრებაში გამოსცემ ლიტერატურულ გაზეთს. და გამოვიდა რამდენიმე ნომერი 10-ზე მეტი და იმ თაობის ძალიან ბევრი ავტორი სხვადასხვა მიმართულების დაუბეჭდა. რამდენ ხანში შეძელი რომ გამოგეშვა უკვე? იმ თვესვე. ანუ ჩვენი მთელი თანხა წავიდა მანდ. ჩვენ განებირებულები არ ყოფილვართ რეალურად, ხო? ცხოვრებისგან მე ხანსად მიწევდა ცხოვრება, ხანსად ზოგჯერ ნაკირავებში მეგობართან ერთად საპატრიარქო საერთო საცხოვრებაში ცხოვრობდი, სხვა შორის ჩემს მამიდაშვილთან ერთად. მაშინ ქირის საშუალება არ მქონდა და ეგ სწავლობდა აკადემიაში და დამითმეს ერთი ლოგინი და მასთან ერთად ცხოვრობდა ის, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ყველა მღვდელი ერთი მე ვარ ღვთისპირიდან გადავარდნილი იმათ შორის 15 ადამიანი შესანიშნავი ხალხი ძალიან კაი ადამიანი ხო და ასე გამოვცემდით რა წვალებით და მე ეს გარდაიქმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბჯიდ უпростоრედ რომელიც მართლა საეტაპო პროექტი იყო იმიტომ რომ იყო ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ქართული საიტი რომელმაც თავი მოუყარა კლასიკურ ლიტერატურას და თანამედროვე ლიტერატურას ხო ვინც 2000-იანების დასაწყისში ინტერნეტით სარგებლობდა, მას ახსოვს 2006 წელს დავაფუძნეთ და ეს იყო ჩემი პირველი ესეთი მეგა პროექტი. პატიმრებთან მუშაობა ახსენე. გაიხსენე აი ეგ პერიოდი და ძალიან საინტერესო არის წერაზე თუ იმოქმედა. კი, როგორ მე მახსოვს სხვა შორის ხოლდის ხალხი გადმოდიოდა, ვისაც სურვილი ჰქონდა სწავლის ცალკე ოთახში, აქეთ 2 საათით მივიდოდით, ბრუნდებოდით და როცა გადმოვიდნენ ეს ადამიანები, მე მიჩვეული ვიყავი, პრაქტიკები ხო მქონდა სკოლაში და ეგრე ავტომატურად უთხარი, რომ დასხედით მეთქე. მათმა მეთქეს, რომ ჩვენ 8 წელია ვზივარ ძმაო, შენ და ჯეკი. გააქვს ამ ადამიანებთან ურთიერთობა? სრულიად შესანიშნავი, ძალიან კარგი ხალხი და მე იმ ხალხისგან არ განსხვავდება. არც შენ და არც არავინ. გარდა ერთი წუთისა, როცა ჩვენ დავეუფლეთ საკუთარ თავს. ანუ რაღაცა ცუდის გაკეთება გვინდოდა და გვინდოდა ნამდვილად. გონებაში შეიძლება ვიღაცა მოკლულიც ყავდეს. ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თუ შეიძლება ასე ითქვას, უნარი რა არის, ხო? მის დაეუფლოს საკუთარ თავს, რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ ნუზდევ წადილთა ნებასა. ეგ არის, ხო და მაგაზე ვლაპარაკობდით ხოლმე, რომ ისინი ჩემგან განსხვავდებიან მხოლოდ ამით. რომ იმ წუთას თავს ვერ დაეუფლენ და თავისუფლება დაკარგეს და რაღაცები იყო რა, ძალიან საინტერესო ლაპარაკები და ჩემთვის შეიძლება კიდევ უფრო სასარგებლო ვიდრე მათთვის, სიმართლე გითხრათ. რატომ? იმიტომ რომ რაღაცები ვისწავლე, იმიტომ რომ ადამიანი ჩაკეტილ სივრცეში შეიძლება იყოს მართლა აი უკვე სხვა გაგებით თავისუფალი, დამოუკიდებელი ვერ იქნება. ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობას კარგავ, მაგრამ თავისუფლება შეიძლება იყოს შინაგანი, შეიძლება ესე ვთქვათ, პრაქტიკების და ვარჯიშის ნაწილი, რომლითაც შეიძლება უფრო მაღალ საფეხურს მიაღწიო, ვიდრე აგერ მე და შენ, რომელსაც ამ თვალსაზრისით დამოუკიდებლობა შეზღუდული არ აქვს. რა ისწავლე ისეთი მათთან ურთიერთობის დროს, რაც დაგეხმარა, რომ პროფესიულად, როგორც მწერალი კიდევ უფრო განვითარებული ხარ? ცირა, ადამიანებზე დაკვირვება არის მწერლის ერთ-ერთი მთავარი შეიძლება ესე ითქვას აუცილებელი ნაწილი შრომისა და შესაბამისად ამავდროულად ბუნებრივია უკიდურესად საინტერესო აქტი. აქედან გამომდინარე, ცხადია პირველ რიგში მე მათგან წამოვიღე ის, რასაც ეყო ჩემი ნიჭი დაკვირვების მიმართულებით. რა ხდება შენს პროფესიულ გზაზე გაზეთის გამოცემის შემდეგ? ძალიან საინტერესოდ განვითარდა, იმიტომ რომ მახსოვს მაშინ მას არ ვიცნობდი მომწერა კახა ბენდუკიძემ ნახეთო, იქნებოდა საღამოს პირდა მითხრა რომ ხამის პირველზე ან 2-ზე მივსულიყავ. შემომთავაზა რომ უნდოდა რომ ეყიდა ლიბჯი თავისი ადამიანური რესურსით. მაგრამ ჩვენ ძალიან ამბიციური ხალხი ვიყავით, მოგეხსენებათ და მოგახსენეთ და ეს მაქსიმალს და არ მივყიდეთ. მაგრამ ამან ინტერესი გააღვიო მასში. კახა ბენდუკიძემ მითხრა რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გენერალური დირექტორის თანამდებობა იყო ვაკანტური და ხო არ ვიფიქრებდი ამაზე, იმიტომ რომ მან შესთავაზა ვიღაც შესაბამის ხალხს. მე ვიფიქრე და უთხარი რომ კი, იმიტომ რომ ეს ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოცდილებაც მქონდა და მე დაიწყო ეგრე ეს დიდი ისტორია 12 წლიანი. როგორი გამოცდილება იყო ხო ეს ამაზე? 12 წლიანი ძალიან გრძელი, ძალიან საინტერესო ისტორია.
მე მგონია რომ მართლა ბევრი გაკეთებული საქმით მათ შორის იგულისხმება საზღვარგარეთ ბიბლიოთეკების გახსნა, მათ შორის იგულისხმება ქართული სოფლის ბიბლიოთეკების წიგნით მომარაგება, საკუთრივ ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის უდიდესი ცვლილებები, წიგნის მუზეუმი, პრესის მუზეუმი და სხვები, ამავდროულად დიჯიტალიზაცია, ანუ ელექტრონული მახასიათებლების მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური გაუმჯობესება და რაც თავარი ამ სივრცის საჯარო უწყებად გარდაქმნა, ანუ იმ სივრცედ, რომელიც რეალურად არანაირ პოლიტიკურ კონიუნქტურას არ დაექვემდებარებოდა. ამის მერე მოვლენების ნაწილი საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გადავედი ბიბლიოსის ჯგუფში, ვარ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ვაგრძელებთ იმ საქმეს, რომ საქართველოში და საზღვარგარეთ ხსნით აქტიურად ბიბლიოთეკებს, ვარ ბიბლიოსის კრეატიული დირექტორი, ვასწავლი მოსწავლეებს ევროპულ სკოლაში, წერ ბევრი მიმართულებით და სხვა რა ვქნა, არ ვიცი. დასას დამავალებთ აგერ. გახსოვს ის პირველი ემოცია, როდესაც დაწერე? კი, როგორ? და როდის იყო ეს? სადღაც ვიყავი ალბათ მეხუთე კლასში. მე-6 კლასში და მახსოვს მამა ჩემი უკან იყო, იმაშვებოდა, რა ქვია. სათხილეში ეძებდა ძროხისთვის ბალახს, ნამგალს და მიუტანე და წაუკითხე. და ძალიან ემოციური იყო და მამა ჩემისთვისაც რაღაცნაირად ემოციური აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც სისულელე იყო რა, გრძელი რაღაც ბოდვა. მაინც და შესაბამისად თქვათ, მაგის მერე გადავწყვიტე, რომ ეგ საქმე შეიძლება გამომივიდეს და თან სასიამოვნოა. ძალიან. რა გგონია? რატომ აღიარებენ ხელოვან ადამიანს გარდაცვალების შემდეგ? გულისხმობ ხშირ შემთხვევაში. იცი რა, მხოლოდ ხელოვანს ალბათ არა. ყველას ვინც რაღაცით შეიძლება გამორჩეულია, გაცილებით იოლად აღიარებენ, როდესაც ის გარდაიცვლება. ჩვეულებრივი ამბავია, ბუნებრივი, იმიტომ რომ თითქოს უკვე უხიფათო ხდება იმ სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის და თითქოს შური ფერმკრთალდება, მაგრამ მე მინახავს ხალხი, ვისაც გარდაცვლილსაც შურს, ექსპორტიც არსებობს. თუმცა რეალურად დიდწილად ეგ ამბავია, რომ აი ეს ადამიანი რაღაცნაირად მოშორდა ამ სივრცეს და პანთეონზე კი ბატონო იყოს, რომ სიცოცხლეში მაინც და მაინც ბედნიერი ნუ იქნება ამ აღიარება. რა გგონია, როგორ შეგაფასებს ისტორია და როგორ გინდა რომ შეგაფასოს? როგორ შემოფასებს ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან უპროგნოზოები არიან და ცხოვრება ვინც საით გადაისვრის კაცმა არ იცი. და ამ თვალსაზრისით ბევრი მაგალითი გონია, მაგრამ ისე მინდა რომ კარგ პოეტად, კარგ მწერლად და კარგ ლიტერატურულ მოღვაწე ცოტა საშიში სიტყვა, რა ვიცი, ადამიანად, რომელიც ლიტერატურას ემსახურებოდა და არა მხოლოდ ლიტერატურას, წიგნიერების და განათლების გავრცელებას. ეგრე შემოფასო, მაგრამ რეალურად ეგ ხო ცოტა ისეთ უცნაური რაღაცა, რის რეფლექსიასაც ვერ ახერხებ, მე ბედნიერებას როგორ მოგანიჭებს, ხო? ანუ თუ გარდაცვლილი იქნებ. ამიტომ ყველა ჩვენგანი ცდილობს, რომ ეს აღიარება სიცოცხლეშივე მიიღოს ნაწილობრივ. ხო? ნუ ჩვეულებრივი ამბავია. ვიღაცას გამოსდის, ვიღაცას ვერ. მე მინდა რომ გამომივიდეს. რამდენად მნიშვნელოვანია მუზა მწერლისთვის და გქონია შემთხვევა, როდესაც დაჭექი წერდი და მუზა არ მოვიდა, რა ხდება ამ დროს? ხო, მუზა მეტაფორა ცხადია და რეალური მოცემულობა ნაკლები. მაგრამ ის, რასაც ნიშნავს იდეაში, ანუ შთაგონება, განსაზღვრელი ამბავი. თუმცა მაინც და მაინც არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ხდომილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში საკვებია, თუნდაც ლირიკული ტექსტისთვის, თუნდაც რა ვიცი, სიუჟეტურისთვის, ხო? იმ წუთასვე გადამისამართდეს ფურცელს. ეს არ არის აუცილებელი ნაწილი. ამან შეიძლება ამან შეიძლება შენთან ერთად წლები იაროს. შენს შემთხვევაში როგორ? ჩემს შემთხვევაში არის ეგრე, რომ პოეზიის შემთხვევისას მე გარკვეულწილად უფრო სპონტანური ვარ. და ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით იქცეს ლექსად, თუმცა მე უბრუნდები. ფორმალური აზრით. რაც შეეხება პროზას, პროზა უფრო რუტინაა.
იქნება ეს დოკუმენტური პროზა, იქნება ეს მთლიანად მხატვრული, მაინც გულისხმობს მეტ ფიქრს, მეტ ურთიერთობას ტექსტთან. ხანდახან შეიძლება თვეც გავიდეს და ბრჭყალებში დღეს უჯრაში არავინ აღარ ინახავს კომპიუტერის ფოლდერმა ჩაანაცვლა. და მნიშვნელობით ბეჭდავ კომპიუტერზე. უჯრაში მოვა. კი, დიდწილად კომპიუტერში წერ. მაგრამ ვცდილობ რომ ხანდახან წერო ხელით, იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა პრაქტიკაა და სხვა სიამოვნებას გულისხმობს. ოღონდ ძირითადად მინიშნებებს თუ შეიძლება ასე ითქვას, ვათავსებ ბლოკნოტებში, იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვა ეს პროცესი სხვა სიამოვნებას გულისხმობს ჩემთვის. ყველაზე ბევრი რამდენი საათი გიწერია გადაბმულად? ვცდილობ რომ საათ ნახევარს გადაბმული შრომა არ გაცდეს, იმიტომ რომ ტვინი იღლება. და შესაბამისად თქვათ, მე ეს ყველაფერი ხარისხს ეტყობა ხოლმე ნაწერისას. დიდწილად ვცდილობ რომ დილით ვიმუშაო, იმიტომ რომ ამ დროს როგორც წესი გონება გაცილებით უფრო გახსნილია. ყველაზე უცნაურ ადგილას ამ შემთხვევაში სად დაგიწერია? ყველგან აბსოლუტურად, სადაც თეორიულად შეიძლება ადამიანმა მოახერხოს წერა, მათ შორის უკიდურესად მოსაწყენ ადგილებში, როგორც არის მაგალითად კონფერენციები, რომელიც მე საშინლად ზულს და დიდხანს ვერ ჩერდები ხოლმე. იქ ან ხატავ პარალელურად, ან წერ, თან ვცდილობ რომ ძალიყურით უსმინო და ძალიან ბევრი ტექსტი სხვა შორის ეგეთად ხშირად მიწევდა ადრე უფრო სიარული ისეთ ადგილებში, რომელიც მაინც და მაინც საჩემო არ იყო, რაღაც გრძელი მოხსენებები მიდიოდა. და შენ ამ დროს წერდი? მე ამ დროს ხატავდი, საშინლად ხატავ, მაგრამ ჩემთვის მან წერდი. ან მუსიკის მოსმენა შეიძლება ტექნიკურად გააჩნია ადამიანის მოხერხებას. წერლობა ისწავლება? ყველა მოცემულობას მიდრეკილებას, რომელიც ადამიანს აქვს, სჭირდება შალაშინი, გარდაულა. და ამ აზრით კი მწერლობაც ისწავლება მათ შორის, იმიტომ რომ თუ შენ რაღაც მონაცემები გაქვს, ზევიდან არ დააშენე. გარკვეული ცოდნა, რომელიც მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ სხვების ტექსტები იკითხოთ. შენი პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა. როდის დაწერე და მოგვიყევი ამ ამბავზე, რა სირთულეები ახლავს ასევე თან? იმას რომ გამოსცე წიგნი. ჩემი პირველი წიგნი დაიბეჭდა ოზურგეთში, დაიბადა ხარი ჰოდა და მახსოვს მამაჩემი იყო სურებში, სოფელში. და გაუგზავნეთ პროდუქტებთან ერთად თხილის ასაღებად იყო რა, ზაფხული იყო და ღამე მოვიდა და ხეს რა ძიმე შრომა, რუტინული, რა ვიცი, შუქი იქ არ არის, არაფერი და რო გადმოვიღე ერთ საკვები, მეორე, მესამე გადმოვარდა ეს წიგნიც და მას ისე უხაროდა ეგეთ რაღაცები თქვა რომ აი უცებ წამოვხტიო და ბუხარში ცეცხლი დავანთე და ცეკვავდი სიხარულიდან და ეგ მახსოვს ძალიან მძაფრად. ეტყობა ადამიანისთვის ეგეთ რაღაცები ძალიან საკრალურია და მნიშვნელოვანია დღესაც. მიუხედავად იმისა რომ ელექტრონული ეპოქაა, რაღაცნაირად ნებისმიერი წიგნის გამოცემა ჩემთვის არის ახალი სიცოცხლის დასაწყისი. შეიძლება იმ ემოციის გამოც რაც აი ამ მამაჩემის მონაყოლმა მიკარნახა, არ ვიცი. რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს შენს პროფესიაში? ალბათ ის, რომ ეს პროფესია მაძლევს საშუალებას და არის ერთგვარი იძულებაც გარკვეულწილად, რომ ადამიანებს ვეურთიერთობ. ანდახან არის ხოლმე, რომ რეალურად არავინ არ მინდა და მარტოობა არის ყველაზე უფრო უკეთესი მოცემულობა ყოფის, მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებ მარტოობაში. გიორგი, წერლობით ფული იშოვება? წერლობით, პირდაპირ მნიშვნელობით, თუ მაინც და მაინც ჰონორარულ ანაზღაურებას ვიგულისხმებ, საქართველოში კი არა, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანი არის მდიდარი. წერლობა თუ თქვათ გარკვეულწილად შენ სახელს გაგითქვამს, მერე უკვე ირიბი თუ შეიძლება ასე ითქვას, ფორმით სწორედ მწერლობა არის გარკვეულწილად იმის გარანტი, რომ შენ შემოსავალი გქონდეს. ანუ სხვა შენ დანარჩენ უნარებს მიეხმაროს. გულისხმობ იმას, რომ თქვათ გახდი ცნობილი მწერალი ხარ, პოპულარული არის, ბესტსელერი, ან აიღე რაღაც პრემიები, ხო? მე შეიძლება რაღაც კომპანიები დაინტერესენ, შემოგთავაზონ ლექციები, ან რაღაც ტიპის თქვათ მარკეტინგული, მენეჯერული სამუშაო, ან საერთოდ სხვა სფეროში მუშაობდე, მაგრამ გარკვეულწილად თქვათ შენი სტატუსის გამო ვიღაც პატივს გცემდეს. შენი პროფესიის გამო გიწევს უარი თქვა რაღაცეებზე? მე მგონია, რომ მე ისეთი პროფესია მაქვს, სადაც უარი ყველაზე უფრო იშვიათია. საკუთარ თავთან, თუ შენ ცდილობ, რომ თავისუფალი იყო. წერლობა
და ცენზურა რეალურად ერთმანეთთან მაინც არ მეგობრობენ. შვილი, გიორგი, რაც ცვლილებები მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც გახდი მამა. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ შვილი არის საკუთარ თავზე გადაჭარბება, მით უფრო ჩემნაირი ეგოცენტრული ადამიანისთვის. ძალიან ხშირად არის ჩემ ცხოვრებაში წუთები, როდესაც მირჩევნია რომ მარტო ვიყო. რა ვიცი, მაგალითად მუსიკას უსმენდე, იმიტომ რომ მართლა თავგადაკრული მელომანი ვარ, ფეხბურთს უყურებდე ამ ფილმს, ან საერთოდაც თავზე საბანი წავიფარო და რაღაცნაირად თქვა. თავი მოვიტყუო, რომ სამყაროს მიღმა ვარ და ეხლა ეს აღარ მინდება. და ეგ რაღაცნაირად ფუნდამენტური ცვლილება მგონია, იმიტომ რომ მასთან ერთად ყოფნა ყველანაირი მარტოობის სურვილს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მთლიანად წონის და ეს ძალიან საინტერესო პროცესია ეს დაკვირვება, ურთიერთობა, რომელიც ჯერჯერობით სიტყვებს არ გულისხმობს, ან ცალმხრივად გულისხმობს ცხადია და სხვა დანარჩენი მსგავსი ამბავი, რომელიც მხოლოდ შვილს შეუძლია რომ მოიტანოს, მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის აუცილებლად გამოსაცდელი გზა არის. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ეს მათ არ აბედნიერებთ. აკეთებენ ამ ყველაფერს რუტინულად. რას ეტყოდი ამ ადამიანებს? რა რჩევას მისცემდი მათ? ჩემი რჩევა ცოტა ისეთი იქნება. აი ჩემს ბავშვობაში რომ ადამიანებს პაკაზუხას ეძახდნენ ხოლმე, რომ ვიღაც ხალხს, რომელთაც ახლა ამ წუთას რეალურად ლუკმა პურისთვის რაღაც შრომა უხდებათ, მათ შორის რუტინულიც, მძიმეც, შეუსაბამოც, მე აქედან რაღაც ისეთი ყალბის ამოტივაციო სიტყვებით ჭკუა ვასწავლო და უთხრა, რომ ამ ქმედებებმა გაგაბედნიეროთ, ან იპოვეთ ის საქმე, რომელიც გაგაბედნიერებთ და ასე შემდეგ. არ იქნება ეს სწორი. ძალიან ყალბი ვიქნები. ალბათ გაძლების ამბავია. თუ ოდესმე გაუმართლებთ და შეძლებენ ან გარემოება შეიცვლება და ისეთ საქმეს იპოვნიან, რომელიც თან სიამოვნებასაც იგულისხმობს, ეს შესანიშნავია. მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არის სამყარო მოწყობილი, რომ დიდწილად ეგრე ვერ ხდება. მე შეიძლება ნაწილობრივ გამიმართლა. არის ჩემ საქმიანობაშიც ნაწილი, რომელიც შეიძლება უკიდურესად მომაბეზრებელი იყოს, გარედან ეს არ ჩანდეს. მაგრამ დიდწილად არა, სხვანაირად არა. მაგრამ ეს გამართლების ამბავი მგონია. ადამიანების უმრავლესობა სამწუხაროდ არ გაუმართლა და ეს სამწუხარო ამბავია, მხოლოდ და მხოლოდ. მე მათ ვერაფერს ვერ ურჩევდი, გარდა იმისა, რომ იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება მათ ცხოვრებაში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პირიქით.